ახალციხეში ფეხბურთის რეგიონული ლიგის პირველობა გაიმართა. მასში მონაწილეობა სამცხე-ჯავახეთის 7-ვე მუნიციპალიტეტის საფეხბურთო გუნდებმა მიიღეს. საბოლოოდ შერჩეული 24 გუნდი ერთმანეთს ორ ასაკობრივ ჯგუფში დაუპირისპირდა. 2001 წელს დაბადებულ ვაჟებს შორის პირველობა სამცხე-ჯავახეთის საფეხბურთო აკადემიის გუნდმა მოიპოვა. მეორე ადგილზე ადიგენის ზარზმა, ხოლო მესამეზე ნინოწმინდის ფარვანა გავიდა. რაც შეეხება 2003 წლიანებს, ამ კატეგორიაში პირველობა ადიგენის ზარზმა მოიპოვა. მეორე და მესამე ადგილი კი საფეხბურთო აკადემიისა და ნინოწმინდის გუნდებმა გადაინაწილეს. საბოლოოდ გამარჯვებულ მოთამაშეებს დიპლომები, მედლები და თასები გადაეცათ. გარდა ამისა, სპორტსმენები საუკეთესო მეკარის, ბომბარდირის, ფეხბურთელის, მწვრთნელის კატეგორიების მიხედვითაც დაჯილდოვდნენ. მსგავსი ჩემპიონატების ჩატარება არის ძალიან კარგი, რადგან ჩვენ უფრო ძლიერები ვხდებით და უფრო კარგია ჩვენი საფეხბურთო карьерისთვის. Наша команда в зиму не хорошо подготовилась, но сейчас, когда уже у нас вот погода хороша, мы подготовимся уже хорошо на следующих матчах. ეს პირველობა საერთოდ იწყება სექტემბრის დასაწყისში და მთავრდება ივნისის შუა რიცხვებში. მთელი წელი მიდის ეს ტურნირი, აი გასვლითი და მას გადიხარ მე მათი გუნდებს და ესეც როგორც საქართველოს პირველობა ჩვეულებრივ ისეთი